აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს ორგანიზაციული საკითხები, საქმიანობის ანგარიში, სამომავლო გეგმები და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებსა და ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდებისა და სტუდენტების საბჭოს საქმიანობაში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭო 2 წელია ფუნქციონირებს და მისი მიზანი აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გახლეჩილი საზოგადოების კონსოლიდაცია, სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ქართულ-აფხაზური შეხვედრების ორგანიზება და მეტი სამშვიდობო ინიციატივების დანერგვაა. ვაჯამებთ გარკვეულ პერიოდს, მოდის ეტაპი, როცა უკვე ახალ ფაზაში გადავდივართ, ასე რომ იქნება საბჭოს შევსებაც, მოვლენ ახალგაზრდები, რომლებსაც ნელ-ნელა უნდა გადავაბაროთ საქმეები, რომლებიც აფხაზეთის საკითხებში იქნება უფრო მეტად გარკვეული და უფრო მეტად ძლიერები. მინდა წარმატებები უსურვო აფხაზეთის საზოგადოებრივ საბჭოს იმ მისის და მიზნის და ამოცანების განხორციელებაში, რომელიც მან დაისახა. ეს არის კიდევ ერთხელ ხაზგასმით მშვიდობიანი თანამშრომლობა ყველა იმ დაინტერესებულ ორგანიზაციასთან, რომელიც ემსახურება ქართულ საქმეს. მიზანი ერთია უყურებთ. გაერთიანება ერთი იდეის ირგვლივ. გვინდა ახალგაზრდები შემოვიყვანოთ უნივერსიტეტიდან განათლებული ხალხი, რისკას გულის ტკივა იმაზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რომელიც გაცნობიერებები არიან იმაში, რომ რა არის აფხაზეთი.